ბრიტანელები არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის გავლენების ქვეშ არიან, ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი მაჭავარიანი თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიშს. ოცნების წარმომადგენლებისთვის დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული. ბრიტანელი დეპუტატების ანგარიში საქართველოში დემოკრატიულ უკუსლას აღწერს და ბრიტანეთის მთავრობას ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ მოუწოდებს. ცალკე თავი ეთმობა ივანიშვილსა და მის წარსულს. ფრანგ ფოტოგრაფს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. გადაწყვეტილებას ის პოლიტიკურს უწოდებს, რადგან 9 მარტს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, 26 მარტს კი გაუუქმეს. ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება, აცხადებს ფოტოგრაფი. ის სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. ვიქტორ ორბანს საარჩევნო შეხვედრის დროს ქალაქ გიორშის ტვენითა და საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. ამ ფაქტით გაღიზიანებულმა პრემიერმა საკუთარი მოქალაქეები უკრაინის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. თქვენ პროუკრაინული მთავრობა გსურთ, არ ხართ უნგრელების მხარეს, მიმართა ორბანმა ამორჩევლებს. ჯანსაღ ცხოვრებას ვანიჭებ უპირატესობას და არასდროს მიმიღია ნარკოტიკი. თურქულმა მედიამ ჰანდე ერჩელის ჩვენება გაასაჯაროვა. ის ბრალდებებს უარყოფს. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰანდე ერჩელზე დაკავების ორდერი 2 დღის წინ გაიცა. მან თურქეთში დაბრუნებისთანავე გამოძიებას ჩვენება მისცა და გაათავისუფლეს. მსახიობს შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაუტარდა.